მინერალების შეთანხმება, რომელიც სამთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ გაფორმდა, შეერთებული შტატებისთვის უკრაინის ბუნებრივ რესურსებთან წვდომას უზრუნველყოფს. უკრაინისთვის კი გარანტიას, რომ მას ამერიკის მტკიცე მხარდაჭერა ექნება. ხელშეკრულებას ხელი შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და უკრაინის ვიცე-პრემიერმა იულია სვირიდენკომ მოაწერეს. ამას წინ უძღოდა მცირეხნიანი შეფერხება. უკრაინელებმა დოკუმენტის ტექსტში ბოლო წუთს ცვლილებების შეტანა გადაწყვიტეს. ამერიკელებს ეს არ მოეწონათ, თუმცა უთანხმოება მალევე მოგვარდა. მოხარული ვარ გამოვაცხადო, რომ ხელი მოეწერა ეკონომიკური თანამშრომლობის ისტორიულ შეთანხმებას შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის, რომლითაც იქმნება ამერიკა-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, შეერთებული შტატები ერთგულია დაეხმაროს და ხელი შეუწყოს ამ უაზრო და სასტიკი ომის დასრულებას. ეს შეთანხმება მკაფიო სიგნალს უგზავნის რუსეთს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ერთგულია სამშვიდობო პროცესის მიმართ, რომელიც ორიენტირებულია თავისუფალ, სუვერენულ და აყვავებულ უკრაინაზე გრძელვადიანი პერსპექტივით. პრეზიდენტმა ტრამპმა წარმოადგინა ამერიკელ და უკრაინელ ხალხს შორის პარტნიორობის ხედვა, რომ ეჩვენებინა ორივე მხარის ერთგულება ხანგრძლივი მშვიდობისა და აყვავების მიმართ უკრაინაში. კაფეო რომ ვიყოთ, ვერც ერთი ქვეყანა ამ პირი, რომელიც აფინანსებს ან ამარაგებს რუსეთის ომის მანქანას, უკრაინის რეკონსტრუქციიდან სარგებელს ვერ მიიღებს. პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ლიდერობით და მათ შორის მიღწეული შეთანხმების წყალობით ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა და მე ხელი მოვაწერეთ უკრაინასა და შეერთებულ შტატებს შორის შეთანხმებას ამერიკა-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ შეთანხმებაში და დაგვეხმარა, რომ უფრო ძლიერი გაგვეხადა. ამ დოკუმენტს შეუძლია წარმატება მოუტანოს ორივე ქვეყანას, უკრაინას და შეერთებულ შტატებს. ღმერთმა დალოცოს უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები. მინერალების გარიგების დადებით იქმნება უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი. მას თანაბრად გააკონტროლებენ ვაშინგტონი და კიევი. დოკუმენტიდან გაქრა კიევისთვის მტკივნეული პუნქტი. შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება უკრაინას ვალად აღარ ჩაეთვლება და ის ფაქტი, რომ მომავალში ვაშინგტონის სამხედრო შეიარაღების მიწოდება ფონდში აისახება, როგორც შენატანი, უკვე ნიშნავს, რომ ამ შეიარაღებას კიევი აუცილებლად მიიღებს. თეთრ სახლში დღევანდელი ბრიფინგის სპიკერმა გაფორმებული ხელშეკრულების შეფასებით დაიწყო და დონალდ ტრამპი გარიგებების დამდებ მთავარ სარდლად მოიხსენია. გუშინ ღამით ვნახეთ, რომ პრეზიდენტი ტრამპი არის მთავარ სარდალი გარიგებების დადებაში. გაფორმდა ისტორიული შეთანხმება, რომლითაც იქმნება შეერთებული შტატებისა და უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდი. ეს ისტორიული პარტნიორობა უზრუნველყოფს უკრაინის გრძელვადიან ეკონომიკურ წარმატებას, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს შეერთებულ შტატებს. ეს პარტნიორობა ასევე წარმოადგენს შეერთებული შტატების ეკონომიკურ წილს უკრაინის თავისუფალი, მშვიდობიანი და სუვერენული მომავლის უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ტრამპმა თავიდანვე მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს შეწყდეს მკვლელობები ამ სასტიკ ომში. ეს შეთანხმება აჩვენებს, რამდენად დაინტერესებულია პრეზიდენტი გრძელვადიანი და ნამდვილი მშვიდობის დამყარებით. პირველი კომენტარი პრეზიდენტმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ცოტა ხანში ტელევიზიის პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვისას გააკეთა. როდესაც მას კითხეს, იქნება თუ არა ამერიკელების ყოფნა უკრაინაში პუტინისთვის შემაკავებელი ფაქტორი, დონალდ ტრამპის პასუხი დადებითი იყო. პრეზიდენტმა ვატიკანში ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზეც ილაპარაკა. What were you and Zelensky talking about when you were nose to nose in the Vatican? I was telling him that მე ვუთხარი მას, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ შევძლებდით გარიგების დადებას და მას ხელს მოაწერდა, რადგან რუსეთი ბევრად დიდი და ბევრად ძლიერია, მაგრამ სხვათა შორის არა ისეთი, როგორიც შეერთებული შტატებია, რადგან ჩემი პირველი ვადის დროს არმია ხელახლა გავაძლიერე. უკრაინელებს აქვთ დიდი რაოდენობით წიაღისეული, კონკრეტული მინერალები, მასალა, მათ აქვთ ბევრი ისეთი რამ, რაც ხვებს არ აქვთ და ჩვენ დავდეთ გარიგება, რომელიც მოგცემს თეორიულად უფრო მეტს, ვიდრე 350 მილიარდია. ეს არ არის ჩემი ომი. ეს არის ბაიდენის ომი და მე მხოლოდ მისი დასრულება მსურს. კიევში ამ გარიგების დადებას უკრაინის დიპლომატიურ გამარჯვებად აფასებენ. გარდა იმისა, რომ შეერთებული შტატები უკრაინასთან გარკვეულ საკითხებზე დათმობაზე წავიდა, მოსკოვის მიმართ რიტორიკას გაამკაცრა. დონალდ ტრამპის მიერ ვლადიმერ პუტინის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების შემდეგ შესვლილი ტონი შეიმჩნევა სკოტ ბესენტის უწყების განცხადებაშიც, რომელიც ხელმოწერის შემდეგ გავრცელდა. მაშინ ახსენებია რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და ისიც, რომ ვერავინ მიიღებს სარგებელს უკრაინის რეკონსტრუქციიდან, ვინც რუსეთის ომის მანქანას დახმარებას უწევს.
Don't tell us what we're going to feel. We're trying to solve a problem. Don't tell us what we're going to feel. მინერალების გარიგება თავდაპირველად 28 თებერვალს ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტისას უნდა გაფორმებულიყო, თუმცა ოვალურ კაბინეტში პრეზიდენტებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ჩაიშალა. დონალდ ტრამპი მაშინ არ იყო კრიტიკული პუტინის მიმართ, თუმცა ხშირად აკრიტიკებდა ზელენსკის. გარდამტეხი მომენტი ამ დაპირისპირების გადალახვაში უკრაინის პრეზიდენტის წერილი იყო, რომელიც ტრამპმა კონგრესში მიმართვისას წაიკითხა. რუსეთის მიმართ ვაშინგტონის ტონის შეცვლის მკაფიო დადასტურება კი ვატიკანში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა იყო. მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა მოსკოვსა და კიევს 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა შესთავაზა, კიევი მას მაშინვე დათანხმდა. რუსეთმა კი უკრაინის ქალაქებზე იერიშები უფრო ინტენსიური გახადა. სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დღეს სულ უფრო უახლოვდება უკრაინელებისა და ევროპელების პოზიციას, რომ მშვიდობის გზაზე მთავარი დაბრკოლება რუსეთია.